მოკლედ წეღან გაითიშა ახლა. გაითიშა ინტერნეტი. წოდომა აღარ ქონდა ინტერნეტი და აი ახლა ამოვედი აქ რა. მონასტერთან დგავარ. აქ უკვე ბერები ცხოვრობენ. ეხლა ამასთან დაკავშირებით გეტყვით ორ სიტყვას კიდე რა და წავალ მერე. როგორც ჩანს აქ შესვლა არ არის მიღებული. ანუ მათთვის არასასიამოვნო რამის წარმოადგენს და ადრე იყო ესე რა ძალიან უბრალოდ ესე მიხვიდოდი აქ არ იყო რკინის კარი და ჭიშკარი შეუულებრივად შეხვიდოდი აი ამ პატარა კელიაში მაგრამ აი ახლა დააყენეს ეს რაღაცა აქაც ხო გალავანი არის თუ შემოღობილია ღობია აქაც ღობია და ეხლა მე მინდა გითხრათ ერთი რამე რა ქვეყანაში სადაც ეხლა სწორედ გამიგეთ რა აი რკინა აგური რკინა და რას იცავს ეხლა აქ შესასვლელს თუ ბიზონები არიან აქ რომ შევიდნენ და შეუვარდნენ რა მინდა გითხრათ იცით მეგობრებო მე მინდა გითხრათ ერთი რამ რა რესურსების სწორად გამოყენება და გადანაწილება არ ხდება ამ ქვეყანაში სადაც ახლა დარწმუნებული ვარ დედოფლის წყაროში ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს და შიმშილით კვდება მონასტერი რომელიც პრინციპში იმისთვის არის დამდგარი რომ ადამიანებს მიეხმაროს და არ მხოლოდ სულიერ მატერიალურად ქრისტე დადიოდა და ხალხს ეხმარებოდა ფიზიკურად ეხმარებოდა თავის მოწამეებით არ აქვს თუ ქრისტეს მიბაძვაში ვიყოთ ისე მისწრაფებული არამედ ჩვენ ვართ რაში მისწრაფებული იცით რომ რესურსები ხარჯოთ არანორმალურად რა არაქრისტიანულად მოდი ესე ვთქვათ რა აი ხა ამ რკინის ჯართის ფასად ხო რამდენ ერთ ოჯახს დააპურებდა ადამიანი ხო ანუ სწორედ გამიგეთ კიდევ გეტყვით რა კიდევ გეუბნებით მე არ მოვდივარ იმისათვის რომ აქ ვებრძოლო ვიღაცეებს და ადამიანებს აქ მე სადაც მივდივარ და ვხედავ ესეთ რაღაცებს აი ამ დიდი ჭიშკრის და ღობის გაბმას როგორც იუდეველებს ჩვევიათ ხოლმე ხო შიშები რო შეიპყრობთ და გალავანს გააბავენ გეგონება ზომბირებული ადამიანები არიან იმის უკან რა ზომბები მოდიოდნენ და ზომბებისგან ვიცავდეთ თავს ხო ამის მაგივრად ხო ჩვენ რას უნდა ვაშენებდეთ იცით მეგობრებო ჩვენ უნდა ვაშენებდეთ თითოეულ ქართველს ხელს ვუწყობდეთ აი ჭეშმარიტ ქრისტიანულ სწავლებას გეუბნებით ახლა თითოეულ ქართველს უნდა ვუწყობდეთ ხელს თუ კი ჩვენთან მოდის ფული იმ ადამიანს რესურსებით მოვეხმაროთ ვისაც უჭირს და აი ეს რკინები და ეს მატერიალური ხო აი რასაც ახლა ჩვენ ხედავთ რაც მას მერე გაკეთდა რაც მე 1 წელია დაახლოებით გასული რაც მე აქ არ ამოვსულვარ მას მერე გაკეთდა ხო აი ამ რესურსებით მარტო ამ რესურსებით ხო ერთ ბავშვს მაინც დააპურებდა ადამიანი რა თუ ერთ ოჯახს არა ამიტომ მე ყოველთვის ვცდილობ რომ შევინარჩუნო ხოლმე ესე იგი შინაგანი ბალანსი რაც ყოველთვის არ მიხერხდება იმიტომ რომ ძალიან მაბრაზებს ესეთი რაღაცეები და არ ვიცი რა გითხრათ რა მე არ ვიცი როგორ გითხრათ და როგორ გაგაგებინოთ თამარის ციხეც მოინახულე თამარის ციხე აქ არ ვიცი სად არის თამარის ციხე ხორნაბუჯის ციხე ხორნაბუჯს გულისხმობ ხორნაბუჯში ნამყოფი ვარ კი და ესეთი რაღაცები მე რაც მაცვი მან აღმაშფოთებს ხოლმე ხო თქვენ ისე კი არ უნდა მიიღოთ რომ მე აი პროვოკატორი ვარ და პროვოკატორობა აქ ეკლესიას ვებრჯი, არამედ დაინახეთ რას ვებრჯი სწორად. მე ვებრჯი არასწორი რესურსების გადახარისხებ, გადალაგებ, გადანაწილებას, გესმით? მე ვებრჯი ყველა იმ არასწორობას, რაც ეკლესიებში ხდება, რაც წესით უნდა იყოს.
პასიონი და შემდეგ ვაუ რა მომეცეთ მოშანს და ჩვენ თუ ასე ვიმსჯელებთ ქრისტეს ჭეშმარიტად ქრისტესებურად ქრისტიანულად ხო მაშინ ჩვენ შევძლებთ ბალანსის აღდგენას ჩვენს ქვეყანაში ეკონომიური დახმარება არ გვეკუთვნის სულიერი დახმარებაა ჩვენი საქმეო ასე იძახიან ქეთი წერსელიაშვილი ეცი რა ასე იძახიან მაგრამ თქვენ ეთანხმებით მე ან ვინ ეთანხმება ამას და თუ არ ეთანხმები რატო უდარი ხო აი ხლა მართლა მინდოდა შევსულიყავი და მეკითხა ის ხომ არ იცით მეთქი იქ რა ხდება ვინ დაანდრიგსათლები კუთხეში მაგრამ დავინახე ამხელა ჭიშკარი რკინის და ნუ რაღაც სურვილი დამეკარგა რომ ამ ადამიანებთან მივიდე და როგორც პირისპირ ადამიანურად ქრისტიანულად დაველაპარაკო იმიტომ რომ ნახე რომ იქ ქრისტეს სული ნაკლებად არის ქრისტეს სული რო იყოს აქ იცით რა იდგებოდა აქ ერთი პატარა ქოხი ხით ნაშენი ისიც ხელით ნაშენი არანაირი აგურები და შიფერები და კრამიტები და რკინები აქ არ იქნებოდა და იქნებოდა მოკრძალებულად ძალიან მოკრძალებულად და სადაც ქრისტე არ არის იქ ქრისტეზე მე როგორ ვესაუბრო ხო საქმეებით და განიშჯებით საქმეებით იმხილებით ხო არის და ვხედავ რომ საქმეებს ისეც აკეთებენ აქ რომ აქაც არც აქ არის ქრისტე არ არის აქ ქრისტე არ არის აი ამათ კელიაში არ არის ქრისტე ეხლა დაგემშვიდობებით მეგობრებო და მიუხედავად იმისა რომ შეიძლება სწამთას ჯერათ რომ ქრისტეს ემსახურებიან მაგრამ ვერ ემსახურებიან ქრისტეს რა არის და გახსოვს ჩვენ რო აქ ვიყავით მაშინ პირველად ეს კედელი არ იყო მე იქ ნახე კელიასთან დიდი ჭიშკარი რო გააკეთეს რკინის ისა ბიზონები რო შეუვარდნენ იცავენ თავს ეთყობა ხო ანუ აქაც კედელია იქაც შიგნითაც რაღაც დამცავი კედელია ვერ ხვდები რა საჭიროა ეს რესურსები ეს არის კედლები არის საქართველოში მოდა აი ხვეგან უნდა იყოს კედელი საქონელი რო არ შემოდის აქ ხო კედელია რა საქონელი კაც შიგნით ნახე უფრო ლამაზი კედელი არის აი ნახე ამის პროექტის გამო არის კედელი ტენდერში მოიგე ტენდერში მოიგე ბიოსფერული რეზერვატები და აბა რა გინდათ რა გჭირდება და მონასტრი უთხრა მე კარგი კედელი მინდა იმიტომ ერთმანეთის გავს ეს კედლები ხო ერთი პროექტი იყო მე მგონი ხო ტოლკის საუბრია ატკენის პროცესი ან უფრო ლამაზი არის მაგრამ ეს კედელი არ იყო თაკო არ იყო ეს კედელი სად იყო აქ რომ მოვედით პირდაპირ მანქანა იქ გავაჩერეთ გახსოვს შიგნით არანაირი კედელი აქ არ იყო მარი ხუციშვილი წერს არ ვეთანხმები რომ ეგ დახმარების ვალდებულება არ გვაქვსო გაიხადე და შენზე გაჭირებულებს მიეციო კი მარი სწორია აი სწორედ შენ გაგიგია და ამათ არ ისმით ეთყობა გაიხადე და გაჭირებულებს მიეციო რო წერია ჯობია რომ აკეთებენ ეს კეთილისებით ეკლესიასთან აი ნახევარი კუთხი რო ჩამოინგრათ ეს უნდა გააკეთეს ეს კეთილი რა შუაშია უფრო ადვილი და ესეც საინტერესო რუკა არის აბა ნახე თუ შეცდომა იპოვე აბა დავალება მომეცა ჩემი ქვისგან კასრის წყალი საქართველო სიღნაღი დედოფლის წყაროს ბიოსფერული რეზერვატი შენვია დაინახე მასშტაბი შენ იცი შენ ხარ გეოგრაფი მე კი არა და მანახე ეს არის რუკა ხო ეს არის ბიოსფერული რეზერვატი რა ქვია დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტი აი ეს არის ხოლმე ესეც აი ერთი და იგივე გაიგე აი დაპატარებული მასშტაბი უნდა იყოს საქართველოს საკათედრო და საყარის ეს არის ერთი და იგივე რუკა
ერთი და იგივე არის და საინტერესო რომ აკეთებენ თქვენი თავრობა ესეთი შეცდომას, ხო? შეცდომა, მაგარი შეცდომა არის რა, მაგარი. ხდებით ადამიანებო, რადონე გვაქვს ჩვენ. გაგიტებული არის და მე გამიგე, რეკ მაგრად იცის რუქების კეთება, მაგრამ ეს რა არის? ეს რა არის საერთოდ? აი, ინფორმაცია აქ, ინფორმაცია არაფერი არა აქვს რა. ხო, ანუ საქართველო უნდა იყოს ამაში, საქართველოს უნდა იყოს და სად არის ეს ადგილი, ხო? ხო, და ეს ან კახეთი უნდა იყოს. ეთყობა, ისე საქართველოს წერით ეს რომ ვითომ საქართველო იყოს. ანუ პრინციპში გავს საქართველოს გოლი ოზეთი წაგვართვეს, ნუ რაღაცით გავს, მაგრამ ისე ეს ადგილი დაახლოებით აქ იქნებოდა, ხო, საქართველოს რუკაზე. ხო, აქ იქნებოდა. მარინოს ერთი მაინტერესებს რა. ეს რო იყოს საქართველოს რუკა, ვენას კი აგიში. არა, მაშინ ხო, ვოღედასთან. მაშინ აქ იქნება, აქ იქნება. აქ იქნება. ხო, ანუ აქ იქნება ეს რუკა და ეს რა არის, რა გაუკეთებიათ, თვითონაც არიციან. კარგი, გასაგები. კარგია რომ აკეთებენ მაინც და მაინც, მაგრამ კარგად უნდა გააკეთე რა, როცა გააკეთე, კარგად უნდა გააკეთე. წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის მონასტერიო. აბა ვნახოთ ამ გვარში რა წერია. თეზბიტ ელის. თეზბიტ. ელიას მთაზე სამონასტრო ცხოვრება საქართველოს მე-6 საუკუნიდან იღებს. სათავეს. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით იკვეთება, რომ სამონასტრო ცხოვრების პირველი ფუძემდებელი იყო ასურელი მამა, რომელიც შემდგომში სტეფანე ხირსელის სახელით იყო ცნობილი. სტეფანე ხირსელი. ცნობები ელიას მთის შესახებ გვხვდება ფრანგი მწერლის ალექსანდრე დიუმას წიგნებშიც. კავკასია, აი რაც წერს იგი ერთ-ერთ თავში. თამარ მეფის ციხიდან იგივე ხორნაბუჯი, აი ხორნაბუჯის გულისხმობდი შენც, ხო? 6 ვერსიის დაშორებით აღიმართება კიდევ ერთი მთა, რომლის შესახებ არსებობს გადმოცემა. ამ მთას ელიას დახვია. მის ძირს მლაშე ტბა ევლება. შუა მთაში გამოჭრილი ფართო მღვიმეში აშენებულია სამრეკლო, სადაც ხშირად ადგილობრივი მაცხოვრებლები დადიან. მე-6 საუკუნის ნაშენებიდან დღეს თითქმის არაფერია შემორჩენილი. აქ არსებული ნაშენი მათ შორის არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი მონასტრის მარანი კი განეკუთვნება მე-16 საუკუნეს ალექსანდრე მეორე კახთა მეფის მმართველობის პერიოდს. ამავე პერიოდში მოხდა მე-13 საუკუნეში მონღოლების მიერ გაპარტახებული ხორნაბუჯის ციხე-ქალაქის აღდგენა. საუცხოა ხორნაბუჯი, მეგობრებო, ნამდვილად იქაც საინტერესო ადგილია. ჩემ ვიდეოებში არის YouTube-ზე გადადით და იქ ნახავთ ხორნაბუჯის ციხე მოძებნეთ, თამარის ლაიფი და იქ გადაღებული მაქვს ვიდეო ხორნაბუჯის ციხეზე, მაგრამ როგორც ახლა ვკითხულობ, ისე ვკითხულობ იქაც რა, ანუ შეცდომებით. კარგი. წავიკითხო, გავაგრძელო? საინტერესო იქნება. მე-17 საუკუნის პირველ მეოთხედში შააბასის შემოსევის შედეგად განადგურებული მონასტერი მე-18 საუკუნეში ერეკლე მეორის მმართველობის დროს კვლავ აღადგინეს. ელიას მთის თავზე აღმართული რკინის ჯვარი კი უკვე მეფის რუსეთის პერიოდს განეკუთვნება და მე-19 საუკუნით თარიღდება. ეს ჯვარი. ელიას მონასტერმა მრავალ ქარტეხილს გაუძლო, რადგან ქიზიყის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შემოსული მტრის წინააღმდეგ ჩვენი ქვეყნის მთავარ ფორპოსტს წარმოადგენდა და პირველი სისხლის მღვდელი შეტაკებები სწორედ აქ იმართებოდა. მიუხედავად ამისა, სულიერი ცხოვრება აქ მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე არ შეწყვეტილა. კომუნისტურმა ხელისუფლებამ წმინდა ელიას თეზბიტელის ტაძრის შენობა საძირკვლამდე დაშალა.
მაგრამ ხალხში ამ ადგილის მიმართ მოწიწება და სიწმინდისადმი სწრაფვა იმდენად დიდი იყო, რომ ელიაობა სახალხო დღესასწაულად გადაიქცა. ყოველი წლის 2 აგვისტოს სადღესასწაულო წირვა და სახალხო დღესასწაული ერთად იმართება და ამ ტრადიციამ დღემდე მოაღწია. ვიცოდე. სახალხო დღესასწაული რა არის ნეტა აქ? 2025-26 წლებში აღმოსავლეთ საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ელიას თეზბიტელის მონასტრის აღდგენით სამუშაოების პირველი ეტაპი. პროექტში აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი მოსახლეობა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მონასტრის აღდგენაში. ამჟამად აქ მოქმედი მონასტერია, რომელიც ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიის შემადგენლობაში შედის. ხორნაბუჯის ეპარქია იმ პირველ 12 ეპარქიათა შორის სახელდება, რომლებიც მე-5 საუკუნეში ვახტანგ მე-6 გორგასალმა დააარსა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალის მოპოვების შემდეგ. ხორნაბუჯის ეპარქიამ ფუნქციონირება 2009 წლიდან განაახლა. Sehr gut, very good. წავედი ხოლმე ბაბა, დაკოცეთ. ჭაჭუნაში მივდივართ. იქიდან ვერ დაგიკავშირდებით, იმიტომ რომ იქ არ არის დაჭერა და ამიტომ შეიძლება მოვნახო ადგილი, საიდანაც დაგიკავშირდეთ. აბა თქვენ იცით.